გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ეკა ხოფერია და თქვენ უყურებთ შეხვედრებს ეკა ხოფერიასთან ერთად. ჩვენ ახლა ვართ სასტუმრო ბილთმორში, რომელიც გმასპინძლობს, დიდი მადლობა ამისთვის სასტუმრო ბილთმორს. ის სხვადასხვა დაარსდა ოფიციალური გახსნა იყო 10 წლის წინ. და ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს, რომელიც ჩამოდის დედაქალაქში და დღეს უკვე ჩვენი განსაკუთრებული სტუმრის მასპინძელიც არის. ნინო ანანიაშვილი იქნება ჩემი გადაცემის სტუმარი და რასაკვირველია ეს არ არის მისი პირველი ინტერვიუ ჩემს გადაცემაში. როგორც ყველა ჩვენს საყვარელ სტუმართან, არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია მასთან, მაგრამ გავიდა დრო დაგროვდა სათქმელი, ძალიან ბევრი სიახლეა. ცოტა ხანი ვიცხოვრეთ ნინოს ცხოვრებით და აი მოვიდა ნინოც. ეს მართლა არ იყო დაგეგმილი და მოიყვანა ელენე. ნინო, რა ლამაზი ხარ. როგორ ხარ? აი სად შეგხვდით? მართლა ეხა ვიფიქრე რომ სანამ ქალბატონ ნინო მოვათქო, მოვიგებ დროს და ჩავწერ სტენდაპს. ზე პუნქტუალური ადამიანი ბრძანდებით, როგორც მოსალოდნელი იყო. როგორ ხართ? არა გვიშასმათ, მემზადებით ისევ სპექტაკლისტის ისე რომ. ხო და ეხლა უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ ეხლა არის მეგობრებო შაბათი. პრემიერა გქონდა გუშინ წინ 21-ში, ხო? და გვაქვს 8 გედები. ვაგედები იქნება ეხლა რომელ რიცხვამდე? დღეს ხვალ, მე იქნება 26, 28, 29, 30. აჰა. ბილეთები არ არის. ბილეთები არის? არ არის. ყველა იყო გაქცეული. არავის არ უნდა და მაშინ თბილისში დარჩინა და მუშაობა რაც გასაგები იყო. ჩაიარა პრემიერა. ეს იყო გედების ტბა ნინო ანანიაშვილის რედაქციით. ეხლა ამ რედაქციაში უფრო მეტი იყო ჩემი მანამდე ვერ ბედავდი. დეტალები, დახვეწილობა, აი თითოეული ის კი არ არის მხოლოდ რომ აი ტექნიკურად გამოხვედი და ახტი დატრიალდი. მიდი გაიწელე, ყოჩა. შემოლამაზებერიებ. ერთი თვალი, ორი. ყოჩაღები ხართ. 1 2 3. მინდა გაგაცნოთ ნინო ანანიაშვილი. ჯუნიორი 40+. 40+. იცი რა ვიფიქრე რომ ჩემი გოგო დიდი ხნით მიდისო. ხო? ხო. კაი სნაიპერი ვარ. ნელ ამოდიან. იაპონელი. ხალხი ნახე იქ რა ხდება. ბიჭებო გადაიღეთ. ეს არც იყო დაგეგმილი. ელენე მოვიდა ნინოსთან. საჭიროა რომელიც მე ვცხოვრობ აი. აბა? აი იქითკენ. აი ხედავთ მეტეხ. აი ქა. აი ბურთი რო არის. ხო, ბურთსა და ხიდს შორის. ხო, ეხლა უბრალოდ იქ ის მწვანე არის დახურული და აი იქითკენ. გინდა ტელეფონი ჩვენ სახელი. აი ცოტათ იქითკენ. აბა მიდი ელენე. დაზიმავ, აი იქითკენ. აი, მოიცა ეხავე, აი ჩვენი სახლი არის, აი ეს, აი აგურის შენობა რომ. და იცი რა მეც ხალხანინო თქვენსაც ცხოვრობდით. ვერაზე ვარ დაიბადეთ. ვერაზე ყაზბეგის ქუჩა იყო ადრე, ეხლა ეხლა მე მგონი ჭოველი. არა, ტატიშვილი. ტატიშვილის ქუჩა მეგონი. ელენე შენც ასევე გიყვარს თბილისი როგორც დედას? მაგიტო არსად არ წავიდა სასწავლებლად. მომიყვა, ხო? არა, ვერ შეველია. ძალიან უყვარს, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს იმ ხრივ, რომ აი ჩვენი ურთიერთობა, ესა ძალიან მოსწონს, მეგობრობა. და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ჩემი მეუღლეს გადაწყვეტილება და დამსახურება უფრო, იმიტომ რომ ხა ჩვენ ელენეს შეგვეძლო გაგვიშინა სადაც გვინდა და ამერიკაშიც და იქაც და უბრალოდ შემომეუგრებ ვთქვა, რომ მე მინდა რომ ელენე გაიზარდეს ქართველად და ყავდეს ქართველი მეგობრები და ამიტომ ქართულ სკოლაში შეიყვანა. და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ხო და მამა ჩემა რო გაიგო ელენემ უნივერსიტეტში ჩააბარა და არა სადღაც ხვაგან. აი ბოლო წუთები ალბათ სიცოცხლის რო ქონდა. სულ ხარ მერთან ზედმეტსაგნად გეოლოგია აირჩია და საერთოდ უბედნიერესი იყო, სულდიოდი ხოლმე მომეცადინებდა. ბაბუასთან გეოლოგიას განიხილავდა, როგორც ზედმეტი ის ქონდა. მეგობრებო, ნინო ანანიაშვილი
შეხვედრების სტუმარი და ნინო ანანიაშვილზე ვფიქრობ, რასაკვირველია მას მერე რაც მივუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ინტერვიუ მეც მაქვს გაკეთებული, მაგრამ ერთი რომ აქტუალობას არასდროს არ კარგავთ და მეორე რომ გაინტერესებს რომ მეტა როგორია ნინო ამდენი წლის მერე და აღფრთოვანებული ვარ როგორ გამოიყურებით თქვენი ენერგეტიკით ყველაფრით როგორ ხართ? კომპლიმენტისთვის მადლობა. დაღლილი, მაგრამ ბედნიერი, იმიტომ რომ როდესაც შედეგს ხედავ, როდესაც რაღაცას აკეთებ, ბევრ ენერგიას დებ და გამოდის და საქმე გამოდის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ალბათ ოჯახის შემდეგ პირველი საქმეა. საქმეს ძალიან დიდი ემოცია მიაქვს და ემოცია მოაქვს, აი თუ კარგად გამოდის და რასაკვირველია ბედნიერი ვარ, რომ ოჯახიც ამაში მეხმარება ყოველთვის. ჩაიარა პრემიერა. ეს იყო გედების ტბა ნინო ანანიაშვილის რედაქციით. რას ნიშნავს ეს ნინო ანანიაშვილის რედაქცია? იცით რა, ჩვენ აი ხა როგორც თუ არ მინდა ვთქვა, რომ დავიწყე თბილისში მოღვაწეობა ეს მართლა 21 წლის წინათ, არანაირი გამოცდილება როგორც ხელმძღვანელს არ მქონდა. ხო, მე ვიყავი ბალერინა, ცეკვავდი ყველგან, მქონდა ჩემი გალა კონცერტები, მაგრამ ეს იყო მაინც ურთიერთობა ყველა ვარსკვლავებთან და ეს ვარსკვლავური ჯგუფი იკრიბებოდა და ნუ რაღაცნაირად აი ესე ვიყავით. ხო, კოლეგები ერთად გამოვდიოდით სცენაზე და საერთო რაღაც ფინალი ქონდა და ასე შემდეგ. ხო და ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რომ აი დასის ხელმძღვანელობა, ეს სხვა თემაა და სხვა საქმეა. უკვე იქ არახარ შენზე დამოკიდებული, უნდა ყველაფერი შექმნა ისეთი, რომ ეს ხარისხიანი იყოს, ეს გაყიდვადი იყოს და ყურებადი იყოს. მით უმეტეს ეს ჩვენი ხელოვნება ბალეტი, მე ვთვლი, რომ არის ამეთი რთული, რომ უნდა ემთხვეოდეს ყველაფერი ერთმანეთს, რომ აი მოძრაობა უნდა იყოს, ლირიკა უნდა იყოს თუ რა დავალებაც არის ამ შემთხვევაში ვილაპარაკებ გედების ტბაზე. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბალეტი იყო და სხვათა შორის სანამ ჩამოვიდოდი, სანამ ხელმძღვანელი გავხდებოდი, მანამდე შემოთავაზება რომ მქონდა იაპონიაში დასის წაყვანის, ნუ მე ხან დიდი თეატრი, ხან მარინის თეატრი და ხან პერმის თეატრი დამყავდა ხოლმე გასტროლებზე. ისე რა ეიფმანის თეატრთან ერთადაც წავსულა გასტროლებზე. უბრალოდ ყოველთვის უნდათ რომ მარტო კი არ ყოფილიყავ, აი დასიც წამოსულიყო გასტროლებზე. და ეს იყო 2003 წელი, როდესაც მაშინ ბატონ ზურაბ ლომიძეს შევთავაზე, რომ თუ გაქვთ პერიოდი 10 დღე, რომ თეატრი გამოუშვათ ჩემთან ერთად გასტროლებზე გედების ტბით. ეს იყო მეორე მოქმედება მაშინ. ნუ გითხრათ ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო ეს ჩემთვის, მაგრამ ვიფიქრე, რომ არ არსებობს, მოინდომებენ და გააკეთებენ. აი ჩამოვიდა ტატიანა რასტარგუევა, რომელიც ეხლა ალექსეი ფაძიაჩებთან ერთად აი ყველაფერს ვაკეთებ, რედაქციებს ერთად ვაკეთებ. 10 დღეში ისეთი შედეგი დამიდო გოგოებთან ერთად, რომ მე დასი წავიყვანე იაპონიაში, ვიცეკვეთ ალბათ მეგონი 20 სპექტაკლამდე და აი იმ წუთში ყველამ აღნიშნა, რომ დასი იყო ძალიან კულტურული, ზდილობიანი, რომ ბავშვები წიგნებით იყვნენ ავტობუსებში და სასტუმროებში. რაღაც აი სხვანაირი სხვანაირად იყვნენ ყველანი. მე ესე დატრიალდა და შეიცვალა ცხოვრება, რომ ჩამოვედი 2004 წელს, ჩამოვედი, იმიტომ რომ პრეზიდენტმა მთხოვა. მე მახსოვს ეს. ხო, მთხოვა და ეს იყო ჩემთვის ცოტა შოკიც და ყველაფერი იმ პერიოდში, უბრალოდ ყველას დაავიწყდა. 2004-ში როგორი იყო თბილისი, დაგავიწყდათ. თქვენ ვინც აქ ცხოვრობთ, ეს იყო სიბნელე, ეს იყო სიცივე. კაციშვილი ქუჩაში 5 საათის შემდეგ არ დადიოდა. ეს დაგვავიწყდა ჩვენ, ძალიან ჩქარად დაგვა, 2 წელიწადში დაგვავიწყდა. მაგრამ ესეთი იყო საქართველო. და ყველა იყო გაქცეული. არავის არ უნდა მაშინ თბილისში დარჩენა და მუშაობა, რაც გასაგები იყო. ნუ ხალხი დღეს ცხოვრობთ და ხვალ აღარა ვართ, ხო? და აი ამ თბილისში რომ დაბრუნდი, ძალიან რთული იყო დისციპლინის დაჭერა. ძალიან რთული იყო, რომ აი ჩემ იმაზე გადმოსულიყო. და ასე ინტუიციი ყველას უთხარი მაშინ, რომ ჩამოვდიოდი, გიყვარდით როგორც მოცეკვავე, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი აღარ ვიცი გიყვარებით თუ არა, იმიტომ რომ პირველ რიგში დისციპლინას უნდა მივხედოთ. დაფინანსება და მხარდაჭერა მქონდა და 3 წელიწადში ისეთი შედეგი დავდე, რომ 27 სპექტაკლი გავაკეთეთ 3 წელიწადში.
ესე იგი გინესის რეკორდში უნდა შევიყვანეთ, მაგრამ რატომაც არ შევიყვანეს, ხო? იმ დღიდან ალექსეი ფაძიეჩევი, ჩემი პარტნიორი, რომელიც ეხლა უკვე ფინეთშია და ფინეთში მოღვაწეობს, დიდი ხანია უკვე, ჩემ გვერდზე არის. უბრალოდ ერთ ენაზე ვლაპარაკობ. და ეს არის მესამე აი ესეთი რედაქცია, რომელიც ჩვენ ერთად გავაკეთებთ. უბრალოდ ეხლა ამ რედაქციაში უფრო მეტი იყო ჩემი მანამდე ვერ ბედავდი, ეხლა დავიწყე გაბედვა, იმიტომ რომ ჩანაფიქრიდან, დეკორაციებიდან, აი ის პატარა ნიუანსები რაც შევცვალეთ, უბრალოდ ვთვლი რომ ძალიან კარგი გამოვიდა და საინტერესო გამოვიდა მაყურებლისთვის. სად არის თქვენი ხელწერა იქ? ეს რთულია, იცით რატო? იმიტომ რომ ხა ჩვენ ხომ მუშაობთ ერთად, ხო და ჩვენ მუშაობთ, აი მაგალითად ჩანაფიქრი იყო, რომ უფრო ზღაპარი გამეკეთებინა, ჩანაფიქრი იყო, რომ აი ეს დაწყება შემეცვალა ჩემი, მერე რომ შავი გედები შემომეყვანა არა მეოთხე მოქმედებაში, არა მეორე მოქმედებაში, რაც არ ვიცი, ინგლისის მაყურებელი გამაკრიტიკებს, ამაზე თუ არ გამაკრიტიკებს, იმიტომ რომ ეს მე არსად არ მინახე, არავის არ გაუკეთებია, რომ თეთრ გედებში შავი გედი ყოფილიყო მეორე მოქმედებაში. იცით რა არის, როდესაც სწავლობდი, მასალასაც სწავლობდი, ხო, ეს პეტიპა ლევინვანოვის დადგმა, ეს ყველაზე მოთხოვნადი, ყველაზე ცნობილი სპექტაკლი გედების ტბა ჩაიკოვსკის. და რედაქციებიც არის უამრავი მთელ მსოფლიოში და რამითი გაარკვიო, რაღაცა შეცვალო, ძალიან რთულია. აი ძალიან მაგარი უნდა იყოს, რომ მიხვდე, რომ აი ეს შეცვალა ნინო. თუ ნანახი გაქვს ჩვენი სპექტაკლი აუცილებლად მიხვდებით, ხო? ნუ ეხლა არის ხოლმე რედაქციები გაკეთებული იყო ესეც რაღაცეები, მაგრამ ნუ იცით ყველაფერი ნიუანსებშია, ნახაზებშია, ნიუანსებშია, ცეკვებში არის. ეხლა ცეკვების ქორეოგრაფიას რასაკვირველია, მაყურებელი ვერ მიხვდება, იქ ხელი ესე იყო თუ ესე იყო, მაგრამ კონცეპტუალურად აი თვალით ხვდება, რომ რაღაცა შეიცვალა. მეორე ესეთი ულამაზესი დეკორაციები და კოსტიუმები. დავით მონავარდისაშვილი გახლავთ, ნუ დათო უკვე ჩემთან არის 20 წელი. აი არაჩვეულებრივი სკულპტორია, რომელიც არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვს, მაგრამ აი თეატრში და ბალეტში მე გადმოვიყვანე. აი ფაქტიურად ერთად ვისწავლეთ როგორ უნდა გაკეთდეს დეკორაციები, იმიტომ რომ ეს სადაც არ მივდიოდი იმ წუთში სწავლო უკვე მე დავიწყე სწავლა, რამდენი უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს, რანაირი უნდა იყოს, რა მასალა უნდა იყოს და ეხლა დათო გახდა, მე ვთვლი, ერთ-ერთი საუკეთესო აი ესეთი მხატვარი, რომელიც თავისი ხელით ოღონდ უნიკალურია, ესეც თავისი ხელით ხატავს დეკორაციებს. აი 3000 კვადრატული მეტრი დახატა. ეს თვითონ არის, იცით როგორი რთული შესაძლებელი, ეს მარტო არ არის, რომ პატარა აი 3 მეტრი 3 მეტრზე დახატო. ეს უნდა მასშტაბით გათვალო ყველაფერი, იმიტომ რომ შორიდან სულ სხვანაირად ჩანს. არ უნდა დაირღვეს პროპორცია. აი ბუტაფორია, ყველაფერი მისი გაკეთებულია, მისი ესკიზებით შესრულებული არის ბუტაფორია და თვითონ რახან არის სკულპტორი, ხო, აი თვითონ ამასაც ძალიან კარგად აკეთებს. კოსტიუმები არის უკვე მეორეჯერ მუშაობთ ჩვენ ამ კირილ გასილინთან. არაჩვეულებრივი ნიჭიერი ადამიანი არის, აი ბაედერა გაგვიკეთა, ვისაც აქვს ნახე დამეთანხმება, რომ აი მართლა შედევრალური კოსტიუმები გააკეთა და ეხლაც გედების ტბეზე. მე უბრალოდ გული დამწყდა, რომ მე არ ცეკვა უკვე რომ ეს კოსტიუმები ჩამეცვალა, რომ ყველაზე ძალიან მიყვარს ხოლმე კოსტიუმები და გაკეთება გიჟდები. და ძალიან ბევრი ჩემი ლამაზი კოსტიუმები მაქვს და მე თონაც ხან ნაჭერს პოულობდი კოსტიუმებს შეკარავდი, ხან ვიცოდი რისთვისაც სულ ცვლიდი ხოლმე ჩემს საკუთარ კოსტიუმებს. პრემიერა კიდე სხვა ენერგია, არ ვიცი რა ხდება. აი ეს ალბათ მაყურებელის დარბაზი, გადავსებული დარბაზი, ეს ენერგია რომ ყველა მოდის და ყველა რაღაცას ელოდება და ჩვენც მოლოდინში ვართ. ნერვიულობ ყველაფერზე ოღონდ. ადრე როცა ვცეკვავდი, მარტო ჩემ თავზე ნერვიულობდი. როგორ შეადრებდით? ძალიან რთულია. უბრალოდ რთულია, იმიტომ რომ იქ მე ვიცი რას ვაკეთებ, იქ მე ვიცი, ჩემი თავზე ვარ პასუხისმგებელი და არაფერი მეტი და აი აქ ყველაფერზე ნერვი, სინათლე რო დროზე მისცენ, რეჟისორებმა არ დააგვიანონ, რომ ყველა მოცეკვავემ გაითვალისწინოს ის რასაზე ლაპარაკობდი, რომ სოლისტებმა თავი კარგად იგრძნოს, რომ გააკეთონ ის, რაზედაც ჩვენ მუშაობდით ამდენი ხანი. თუმცა
ეხლა ჩვენ გედების დროს პირველად არ ვცეკვავთ, რასაკვირველია გქონდა რეპერტუარში და გვაქვს ძველი სპექტაკლი, ძველი რედაქციაც გვაქვს რეპერტუარში, მაგრამ აი ამისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გქონდა სცენაზე. მაქსიმუმ 10 დღე. ერთი არის დაუშვათ სოლისტების ცეკვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა კომპლიმენტები მართლაც. მაგრამ მოდით კორდაბალეტზე ვილაპარაკოთ. საოცრება იყო. პრემიერას ვერ წარმოიდგენთ რა იყო. უბრალოდ ისეთი მე ვნახე გენერალურ რეპეტიციაზე. ხო, პრემიერა უკეთესი იყო. პრემიერაც და გუშინაც უკეთესი იყო და უბრალოდ ისეთ რა ძალიან იშვიათი არის, როდესაც შენ არა გაქვს სათქმელი კორდებალეტისთვის, რომ რაღაცა გაასწორე. აი მართლა პრემიერაც და მეორე დღეც, ნუ ფაქტიურად ყველამ ისე ემოციურად. აი კორდებალეტი, ჩვენი კორდებალეტი, მე ვთვლი რომ განსხვავებული ემოციურად ცეკვავს. წარმოგიდგენიათ, აი რა არის, რომ ერთ ხაზში, ერთი შესრულებით, ერთი სუნთქვით, ყველაფერი ესე უნდა გააკეთო, მაგრამ იმდენად ლამაზია, რომ აი მართლა ერთი სუნთქვით არის. ანუ იქ არ არის მარტო ხაზების სისწორე და სისუფთავე, რაც თავისთავად ტექნიკა. აი ამას თქვენ ამბობთ, რომ ემატება კიდევ ჩვენი კორდაბალეტის ემოცია, ხო? ნამდვილად. აი მე ყველამ აღნიშნა, სხვათა შორის ეს ძალიან მიხარია, რომ არა მარტო მე, ყველამ აღნიშნა, აი ნუ ამერიკაშიც რო პირველად წავედით, მაშინაც კი აღნიშნეს, რომ აი ეხლა სხვა თაობა მოვიდა, რომ ჩვენი კორდებალეტი გარდა იმისა ძალიან ლამაზია, მე გოგოებზე ვლაპარაკობ ეხლა ჯერჯერობით გედებზე, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ასევე ძალიან ემოციურია. არავინ არ დგას ისე, რომ აი რაღაცნაირად მოწყენი რაღაცნაირად აი უნდათ გაიხვიძეთ ეს როდესაც ეს არის დიდი პრობლემა ხოლმე როცა ხედავ ხოლმე უკვე დაღლილები უკვე ხო რომ ეს ყველაზე რთულია ხო როცა ცეკვავენ მაშინ და როცა ზიხარ და ხო შემომოდუნდე მოდუნდე და ამიტომ სცენაზე აი სანამ დგეხარ სცენაზე უნდა ითამაშო აი როგორც თუ არა გახვალ კულისებში იქ რაც გინდა ის გააკეთე მაგრამ არ გაქვს უფლება რომ სცენაზე არ იყო მსახიობი ბოლომდე უნდა შეასრულო შენი დავალება ესე ვარ მე გაზრდილი რაისა სტრუჩკოვათი და ჩემი პედაგოგებით რომ ვიღაცა არის რომელიც მარტო შენ გიყურებს აი მოეწონე და ბინოკლით მარტო შენ გიყურებს არ აინტერესებს არაფერი დაგზდებს და მარტო შენ არიან ესეთი მაყურებელი ირჩევენ და უყურებენ მარტო ერთ ადამიანს ამიტომ სადღაც ესე რომ მოეშვა არ შეგიძლია ეხა ირჩევენ და შევა გადავღო კიდევაც ეხლა ეს მით უმეტეს მაგრამ პატარა გედების ცეკვა კიდევ უფრო მეტად ეს შედევრია რომელიც ლევინ ივანოვის გაკეთებულია თავის დროზე ეს ამას ხეროს არ გიცეკვიათ ხო არა მე არ მიცეკვია ეს იცით როგორი შედევრია რომ ყველა ცნობს ჯერ მუსიკაც და ისე არის დამთხეული ერთმანეთში აი რაღაცნაირად ხო ხვდებით რომ აი რომ ჩაჯდა და რომ ვერ წარმოგიდგენია ამ მუსიკაზე სხვა ყველა იმ წუთში მუსიკას რო გაიგებს იმ წუთში ხედავს ამ ფეხების მოძრაობას ეს არის ნამდვილად შედევრი გაკეთებული ჩვენ ხელი არ მოგვიკიდია დიდი გედები ну ვერსია გვაქვს გაკეთებული, მაგრამ შევეცადეთ, რომ ყოფილიყო შედარებით ედენტური, მეორე მოქმედება აი მთლიანად ქორეოგრაფიას, როგორც ბალერინის, როგორც ისე, ამას ვუფრთხილდებით და გავაკეთეთ. ისეთი მეოთხე მოქმედება ორიგინალური გვაქვს, ჩვენი გაკეთებული გვაქვს. ეხლა ცოტათი რაღაცა შევცვალეთ, მაგრამ ჩვენი გაკეთებულია და აი მართლა სასწაულად არ შემიძლია. მადლობა არ გადაუხადე, რომ სასწაულად მუშაობს ტატიანა რასტარგოევა კორდებალეტთან, რის შედეგიც ნამდვილად დაინახეთ თქვენ და გითხრათ კიდე ხო აი როცა უყურებ და ხედავ ამას აი უბრალოდ ხანდახან თვალიქით მიგირბის უკვე მავიწყდება ხოლმე შუაში შევხედო წავყვანებს იმიტომ რომ მაინც ისეთი სილამაზე აი ელემენტარული ერთად მოძრაობა რო კეთება გული გიჩერდება ხოლმე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა ჩვენ დასზე რომ ეხლა ორი გედები ხო მაქვს ჩვენ ორივე გედებს ვცეკვავთ იქაც და იქაც იმიტომ რომ ყველას უნდა გედების ნახვა ჩვენ ძველ რედაქციასაც ვიცეკვებთ და ახალ რედაქციასაც ასევე მაკრატუნა გვაქვს ძველი რედაქციაც და ახალი რედაქციაც კაპტონინა იმატა პოპულარობამ არასდროს აკლდა პრინციპში ბალეტს და მით უმეტეს თქვენ იყო რთული პერიოდი მაგრამ იყო რთული პერიოდი ხო ახლა ბილეთს ვერ იშოვი აი რა მოხდა ყველაზე დიდი ბედნიერებაა როდესაც შენ შეგიძლია თქვა რომ ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ბილეთები აღარ არის გაყიდულია ამაზე მუშაობდით დიდი ხანი ერთი მეორე იცით ვთვლი რომ დასაწყისში რომ აი ჩამოვედი გავაკეთეთ აბონემენტები მაყურებლის მოზიდვა თეატრში ძალიან რთული იყო იმიტომ რომ მართლა იმდენად რთული პერიოდი იყო საქართველოში რომ თეატრებისთვის არ ეცხელათ ამ აბონემენტებმა
გაგვიზარდა თაობა. რომელიც უკვე მოდის თვითონ და მოყავთ თავისი შვილები. და უკვე მე ამ აბონემენტებმა, იცით რა ქნათ, რომ ეს პატარა ბავშვები მოდიოდნენ და შენ არ ყოფილ ხარ წინაზე, იცი ვინც ეკავ და უკვე სახელები ისწავლეს ბალერინების. მე ხმაურობდნენ თქვათ. ეხლა ხედავთ როგორ უსმენენ ბავშვები. აი დიდებისავით ხედან და უყურებენ. უკვე ისინი გაიზარდნენ, დედები, ბებიები გახდნენ და მოიყვანეს შვილიშვილები. მიხვდით, აი ერთად გავიზარდეთ. მაყურებელიც გაიზარდა. თაობები, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, თაობები გაზარდეთ, იზრდებიან და მაგალითად ჩვენ გადავიღეთ თქვენთან ერთად ის ცნობილი ულამაზესი ყდა ზოლიანეს ვთქვათ მაისურებში. სად არიან ესენი ყველანი ახლა? იცით რა, ყველა სხვადასხვა, აი მაგალითად ეხლა შორენა სცენიდან დაემშვიდობა სცენას, მაგრამ აი სტუდიაში ჩვენთან დაუძახე და მე მიხარია რომ მონახადრო სამიშვილის დედა მონახადრო მოდის და აი ესეთი ენტუზიაზმით და ესეთი შემართებით ასწავლის მოყვარულებს ბალეტს. წარმოიდგინეთ, ვიკა კიკაბიძესაც აქვს ჩვენთან ჯგუფი. ვიკაც არაჩვეულებრივი თვითონ იყო ბალერინა და ესეთი, იცით როგორ ძალიან კარგი აი პუნქტუალური ადამიანი იყო და ყოველთვის რაღაც ძალიან კარგად მუშაობდა, რასაც აკეთებდა, ყველაფერს აკეთებდა ძალიან კარგ დონეზე. და წავიდა საინტერესო გზა აქვს, ხო? ნინო გოგუას, აი ნუ ნინო გოგუაზე ყველაზე უფრო მეტი წყდება გული. იმიტომ რომ წავიდა, ტრავმა მიიღო და რაღაცა ესეთი დიდ ბალეტს აღარ დაუბრუნდა. მინდა ვთქვა, რომ ეს გულდასაწყვეტია. და ეხლა ახალი თაობა, რომელიც უკვე აი ჩემთან ერთად მოდის, ეს არის ნინო სამადაშვილი, ჩვენი ბალერინა, უკვე ახალგაზრდა კიდე ეს არის მარი ლომჯარია, აი ნინოს კლასელი არის მარიელოშვილი, ჩვენი ბალერინა, აი ქართველები და ასევე ყავს უცხოელი წამყვანი სოლისტები. ახლა ჩვენ შევდივართ. ბაკოსაც შევდივართ. მაცლას ინტერვიუს. ყველაზე თავარი ადამიანი საერთოდ რო იცოდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება? მერთო ჩემო. როგორ ხართ ნინო? როგორ ხარ? კარგად. ჩემი პარტიის სირთულე და ეს მასთან მომზადება რაც არის რომ აი დეტალები, დახვეწილობა, აი თითოეული ის კი არ არის მხოლოდ რომ აი ტექნიკურად გამოხვედი და ახტი დატრიალდი. აი ეს პატარა ნიუანსები, რასაც ის გადმომცემს და მასწავლის. აი მაგიტო გრძნობ აი ამ ძალიან დიდ პასუხისგებლობას და ნერვიულობას, რომ მინდა სრულიად ეს ყველა დეტალი იდეალურად შევასრულო და დღეს დილას ხო გავიღვიძე ცოტათი ესე ღელვით დაფორიაქებული, მაგრამ თან ძალიან ბედნიერმა, იმიტომ რომ ამდენი ხანი ვემზადებოდით ამისთვის და უკვე ერთი სული როგორ აი ის დღეც დადგა, შემდეგ თავში გავაანალიზე ყველაფერი, აი რა მინდა, როგორ წარმომიდგენია, რომ ჩემი გედი იქნება, როგორი ემოცია მაყურებლამდე მინდა მივიტანო და შემდეგ გავდექი, დავლიე ყავა, ცოტა მოუთელე ჩემი სხეული, სხვათა შორის ქალბატონინოს პირობა აუსრულე და წავედი საპარიკმახეროში, თავი შევიჭე, თმა შევიჭერი, რომ კოსტა პატარა იყოს. ხო, ამასაც დიახ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პროფესიაში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, თითოეულ დეტალს და ამასაც კი დღეს ეს გავაკეთე, შემდეგ დავბრუნდი სახლში, გავემზადე საღამოსთვის და გამოვედი თეატრში, მოვედი, კარგად გავხურდი. ოღონდ მიყვარს ხოლმე გახურება, აი ჩემით როდესაც ხურდები, დიახ. შემდეგ მქონდა კლასი 1 საათი, სადაც უკვე მთლიანად ყველაფერი არის კლასი, ნუ ჩვენი მთავარი რაღაცა არის, სადაც ყველაფერს მარტო რო ხურდები, იქ უკვე ყველანაირი მოძრაობას ასრულებ და გამოვედი იქიდან, გადავივლე და ახლა უკვე დავიწყეთ მის და გრიმის გაკეთება, რაც ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესია, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ესე ხატავ და მე თანამდროს ფიქრობ, რომ ეგ ესე გავიხედები, იქ ესე. მე მართლა გამიგონდა, თავად იკეთებთ, ხო? დიახ, მიყვარს. არ ვიცი, მე თვითონ მიყვარს ამ ყველაფრის ჩემს სახეზე, ასე ვთქვათ, დახატვა და აი რაღაცა შტრიხების დამატება. სპეციფიური ჭრილებია, რადგან ჩვენ გრიმი გვჭირდება ისეთი, როდესაც აი რო დავსოლდებით სცენაზე არ ჩამოვიდეს და კარგად დაჭდეს. ბიჭებზე რა ხდება კავტორია? ბიჭები, ქართველი ბიჭები გვაქვს დიდი კლავ? ძალიან დიდი დეფიციტი, ვინც კარგია, როგორც გიორგი ფოცხიშვილი დაამთავრა სკოლა წავიდა. ანდრო ფოცხიშვილი ასევე ჩვენი შარშან დამთავრებული სკოლა დამთავრებული, ისიც წავიდა, ძმისშვილია, ბიძაშვილი. რას ლაპარაკობ? ისიც წავიდა. ხო, მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად კონტაქტები მაინც გქონდეთ მასთან და მათთან და ჩამოვიყვანოთ ხოლმე ვაცეკვეთ, იმიტომ რომ ნიჭიერი ბავშვები არიან.
რა ვქნათ, ცოტანი არიან, ძალიან ცოტანი მოდიან სკოლაში, ისევ სკოლის პრობლემა მაქვს, შენობის. აი, მოდით ვილაპარაკოთ სკოლაზე, იმიტომ რომ მე ასევე დავესწარი ჭაბუკიანის სასწავლებლის სკოლის გამოსაშვებ. ნახეთ, როგორი სპექტაკლი იყო ბავშვებმა, რა ქნეს ერთ დღეში. მეგობრებო, სპექტაკლამდე 10 წუთი რჩება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საღამო მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის. სცენა უკვე მზად არის და აი სულ რამდენიმე წუთში იწყება გამოსაშვები საღამო. ველოდებით ქალბატონ ნინოს. მაჩვენე დამენახეს ალო, აჰა, შვენიერი, აბა ხა იცებ რამე. всё, არაფერი არ გედება, ხო? პატარებო, ყურადღებით, ყველაფერი. ოჩა. თქვენ ჩაი მაგრეთ ესენი? ხო. ხელით და ლამაზად, რაც არ უნდა მოხდეს, არ ვაჩვენებთ, ხო? რა ხდება ჭაბუკიანის სასწავლებლებში? იცით რა არის, ეს რასაკვირველია პროცესი მიდის აჩერდება და ნუ ახლა ოპერის თეატრის მინდა დიდი მადლობა და მინდა ასევე კულტურის სამინისტროსაც და მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ იგივე ეს გედების პროექტი თუ ეს სკოლის პროექტი უკვე მაგათი მხარდაჭერის გარეშე აღარ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი თეატრის არენდაც, ეს არის ну, ხო ხვდებით რამხელა ნამუშევარი არის ნახა, ну, დიდი ხარჯი არის. ხო, ამიტომ მათი მხარდაჭერის გარეშე ამას ჩვენ ვერ გავაკეთებდით ნამდვილად და რაც ეხება სკოლას, შენობის პრობლემა ისევ გვიდგას 20 წელი. ვეკუაზე. ჩვენ გქონდა კიდე სხვა შენობა, ვიყავით გაყოფილი ორ შენობად, იმიტომ რომ აქ არ არის დიდი დარბაზები, არ ყოფნის დარბაზები და ესე დავდიოდით იქით აქეთ, მე იქ მიწისძვრა მოხდა და ჩამოინგრა ის შენობა და ეს შენობა აღარა გვაქვს. ნუ მოგეთ სულ ცოტათი რთულ პროცესში ვართ დღემდე. უბრალოდ რაღაცა გული მწყდება, რატო იცით, უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, ვიდრე იყენებენ ჩემ შესაძლებლობას ბავშვების გაზდაში და სკოლაში. მაინც ვზდით რასაკვირველია, მაგრამ ხო ხდებით, ეს იქნებოდა არა მარტო თბილისელები, ეს იქნებოდა მთელ საქართველოდან შესაძლებლობა, რომ ჩამომეყვანა აი ეს ნიჭიერი ბავშვები და გამეზარდა. აი უბრალოდ აი ასტანაში ისეთი ნინო სუხიშვილმა მითხრა, რომ ასტანაში იყო ქორეოგრაფიული სასწავლებელში და ვიტირეო. სულ შენ მახსენდებოდიო, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სულ მაგას გაიძახის ქორეოგრაფიული ისეთი სკოლა გაუკეთესო, ისეთი სკოლა ასტანამ, ისეთი სკოლა, ну არის რაღაც ნიშნები? სულ ყოველთვის არის. არც ერთ დროს არ იყო ის, რომ არ იყო. ყოველთვის ლაპარაკობთ, მაგრამ აი ვერ ლაპარაკის შემდეგ ვერ განხორციელდა. შენობა მომცეს, მე წაიღეს, მე ისე მომცეს, წაიღეს, მე მომცეს, წაიღეს და დღესაც ესეთი მასში ვართ, რომ არის გადაწყვეტილება, რომ ახალი აშენდეს, რომ ახალი ისა, მაგრამ ხო ხდებით რა მხელა პროცესია ეს. ვუხსნი რომ აი ახლა ნუ ბევრჯერ გულით სამაქვს, ხო, ნატკენი არ ვიტყვი ხა, ბევრის გახსნება არ მინდა ძალიან. ბევრი უკვე აღარ არის ცოცხალი, ვინც მეგული მათკინა წავიდნენ, ზოგი კიდე არის და რატომღაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ესე ექცევიან, რომ რაღაცა ისეთია, საჭირო არ არიან რაღაც. იგივე ბავშვები სწავლობენ. იგივე 300 ბავშვი არის ჩემ სკოლაში და სწავლობენ. შეიძლება იქიდან 2 გამოვიდეს საბოლოო ჯამში ბალერინა, მაგრამ როგორც დღეს ვთქვი, დისციპლინა, კულტურა, დილობა, განვითარება, სილამაზე, ყველაფერს ეჩვევიან და მე მინდოდა გამეკეთებინა ესეთი ხელოვნების სკოლა, ხელოვნების ინსტიტუცია, სადაც ბავშვი როგორც ხატვას, სიმღერას, არ ვიცი, მუსიკას და ბალეტს ყველას ერთად დაეუფლებოდა, როგორც ჯულიარცი და მერე უკვე იქნებოდა განხრები. ვინსაც წავიდო და როგორ. ოღონდ ეს უნდა იყოს ისეთი შენობა, რომ ადამიანისთვის შვილის მოყვანა იყოს პრესტიჟი. შენობა უნდა მქონდეს. მე კიდე იგივე ქუთაისში, ბათუმში ხვდებიან ხოლმე ადამიანები, რომელსაც ყავთ 5-6 შვილი და ამბობს, რომ ვაიმე გიჟდება ჩემი შვილი, დღე და ღამე ცეკვავს. ბიჭი. ხო.
ვერ მოყავს, არ მოყავს, ან мама, ან ბაბუ, ან ბებია ეუბნება, რომ შენ რა ეხა ბალერინა უნდა გამოხვიდე, მიხვდით? ამ დროს გამოდის ახები გიორგი ფოცხიშვილი. მითხარით, რითი არის ცუდი. არა, რას ამბობთ? მე მგონი ნელ-ნელა ესეც შეიცვლება. უკვე ეს ბალერინასაც აღარ ამბობენ, კიდევ კარგი. მოცეკვავე. ბალეტის მოცეკვავე. მოცეკვავე, რა საკვირველია. სახიობი, რაც გინდა. იმიტომ რომ ხო, მიხვდით და აი ეხლა მყავს პატარა ბიჭები, 4 ბიჭი მყავს ქორეოგრაფილში და 2 პატარა. აი არაჩვეულებრივ ნიჭიერი ბავშვები არიან. ეხლა უბრალოდ ნერვიულობ, რომ გაიზრდება, რომ ვიღაცამ შობლების მხრიდან ან მეგობრების მხრიდან არ იმოქმედონ. იმიტომ რომ შეიძლება ეს 4 ბიჭიდან გაიზარდნოთ ვარსკვლავები, მიხვდით? ხო. გამოცდილებს სოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი. ჯუნიორმა გადამაწყვეტინა ჩემმა ძმისშვილმა, ამიტომ რომ იცოდა რომ სულ ლაპარაკობდი ამის შესახებ, რომ მოყვარულთა ჯგუფის გახსნა მინდა და არა პროფესიონალი როგორც სკოლაში, ისევე აი ნუ იქაც აყვავს, მაგრამ აი ბევრი არის ესეთი ადამიანი, რომელსაც ოცნებობს ბალეტზე, ან ვერ მოვიდა, ან არ მოიყვანეს, ან ნუ რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო და აი ახლა თუნდაც ბავშვობის ასაკში კი არა, წლოვანებაში მოდიან თქვათ 20 შემდეგ, 40 შემდეგ, ეს მინდოდა მე თქვა კიდე რომ ეს სტუდია გავაკეთე ჩემი რაისა სტრუჩკოვა ლაპაურის სახელობის, იმიტომ რომ რაც ვიცი, რაც მასწავლა, ვაფასებ და ეხლა ყველაფერს აი როგორც მსახიობებში ყველაფერს ვდებ, ხო და ეს აი ეგეთ არის ისა და თამთელი ცხოვრება ატარებდა გვარს ლაფაური. იმიტომ რომ თმარი ყავდა ლაფაური, დიახ. სტრიჩკოვას არ ეწერა საბუთებში? არა, აი ოფიციალურად იყო რაისა ლაფაური, პასპორტის. ხო და უბრალოდ სტრუჩკოვა დაიწყო. ხო, როგორც ის დაიწყო სტრუჩკოვა, ხო, აი, მისი მეუღლე ალექსანდრე ლაფაური. წელს 100 წელი შეუსრულდებოდა მას. და უბრალოდ აი დარწმუნებული ვარ ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ ჩემი სკოლის პედაგოგის და რაისა ჩემთან ერთად იქნებოდნენ დღეს თბილისში. აი წარმოვიდგინეთ იმ დროს ესეთი ადვილი არ იყო არც დარეკვა არაფერი. ყოველი სპექტაკლის შემდეგ დედაჩემს და მამაჩემს ურეკავდა თბილისში და ემნებოდა ვახტანჩი გლიჩკა. და ეუბნებოდა ნინო მიცით რა კარგად იცეკვა? კარგი გოგოა, გილოცავთ. აი, ნუ უბრალოდ ეხლა ადრე უნდა შეგეკვეთა და ზარები. ხო, ხვდებით რა დრო იყო არა? და აი მაინც ახერხებდა ამას, რომ ჩემი მშობლებისთვის რაღაცა შეეტყობინებინა, ან კომპლიმენტი ეთქვა, ან რაღაც. აი, საოცარი ადამიანი იყო. მიდი გაიწელე, ყოჩა. აბა მოდი, ასე ცოტა ჩამოიწია ეკეთ. აი ესე, დადგი ფეხი ესე. აი ესე, გაიწელე. მოვალ, ნახვამის. კოცი. შემოლამაზო ფერიებო, ვაიმე. ცეკვა შემოვალ. მოიმზადე და ეხა შემოვალ ცეკვა მაჩვენეთ, კარგით? მაჩვენეთ ცეკვა, ხო? ჩემი ჭკვიანი მოყ, მიდი. წადი. ამას ამბობ ხო მუსიკაში დრიატატატამ ტატრატატატამ ტარატ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 ა 1 2 3 4 ხრები შუაში და ღიმილი 1 თვალი 2 3 ყოჩაღები ხართ 1 2 3 ყოჩაღები ხართ გოგოებო 1 2 3 4 1 2 ყოჩაღ მე ვიცნობ მასწავლებელს, შორენა ხაინდრავას, რომელიც გადაღებული მყავს სითიში. ნახეთ რა მკაცრი მასწავლებელი. რაღაც ისეთ რაღაცები ისწავლეს უკვე, რომ მეშინია, აი ეს კოორდინირება, არაზრს უფლებას, ნახე თურფიკებს აკეთებს, სიმკაცრეს გადაუღეთ ერთი. ჩვენ გვინდა რომ ოჩა! ჩვენ გვინდა რომ დიდებმაც მიიღონ მონაწილეობა კონცერტში, თუნდაც თავისთვის. ეს არის შორენა მას. შორენა მას ძალიან მკაცრი ხართ, ხო? ესე იგი, შორენა არის. მინდა გაგაცნოთ ნინო ანანიაშვილი, ჯუნიორი, რომელიც არის აქაურობის ხელმძღვანელობს. ნუ იდეის ავტორი, ესე ვიტყოდი.
ნინო არის მსახიობი, ბატონობა და ქალბატონობა მარჯანიშვილის თეატრში. არა, ჯერ ამზადებს ძალიან. როგორც ყველა ანანიაშვილი თავის თავზე საუბარი ნაკლებად უყვარს და თავმდაბალია. კარგი, ამ სტუდიის შესახებ მითხარი ორი სიტყვა. ნუ მე და ნინო ძალიან ბევრი წელი ვლაპარაკობდით. ნუ ეს არის ჩემი აუხთენელი ოცნება რა, მთელი ცხოვრება მინდოდა ბალერინობა. რატომღაც, ნუ არ ჩემიწყო ოჯახმა ხელი ამ ყველაფერს. ესამდე დაიწყო ეს გადაცემა. ოჯახმა არ შემიწყო ხელი. არა, ნუ უბრალოდ ძალიან დიდი შრომაა და დავენანე რა ყველაფრისთვის მგონე. ყველა გოგოს უოცნებია ბალერინობაზე ოდესღაც, მათ შორის მეც და დღემდე ნუ ძალიან დიდი მოყვარული ვარ და რა თქმა უნდა სუდავდივარ ოპერის თეატრში და შორიდან ძალიან მიყვარს ეს ხელოვნება. და უბრალოდ მინდოდა რომ ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი და შესაძლებელი რა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა ეს არ არის პროფესიული სასწავლებელი, რადგან თუ პროფესიულად სურს ადამიანს განვითარება ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ჩვენც ყოველთვის ვურჩევთ რომ მაგალითად თუ სხვა ეტაპზე გსურთ გადასვლა უნდა წახვიდეთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ეს უბრალოდ არის აი ყველაფრისთვის, იმიტომ რომ მე დღეს მაგალითად ძალიან ბევრი მეკითხება რომ აი შენ ხო ბალერინა ხარ და მეთქი არა არასდროს ბალეტთან შეხება არ მქონია. და ვი როგორ გეტყობა, მაინც რაღაც აი დგომაზე, გამართულობაზე, რემონტში ხალხზე აქტიურად მეგეთქვით ელიავაზე მაგარი ადგილები ვიცი თუ დაგჭირდათ მიგასწავლით. ხო, ანუ რეალურად ძალიან დიზაინერი, რა ქვია სიტყვას პრარაბს ქართულად. აი პრარაბი ვიყავით ნამდვილად პრარაბი, მე და ბატონი მალხაზი ვიყავით პრარაბი. იცით რატო? იმიტომ რომ იცით მე უბრალოდ ვეუბნებოდი, სულ ეს მინდოდა რომ მოყვარულთათვის გამეკეთებინა. მინდოდა ბავშვები ჯერ მშობლები სულ ყველა ვერ დავითანხმე, ბებიები ვერ დავითანხმე, რომ იმათაც შეუძლიათ ვარჯიში, მაგრამ ნელ-ნელა. ესე იგი მე მინდა ბებიები, დედები და შვილიშვილები ერთად ვარჯიშობდნენ. კონკია რა ზომა არის საერთოდ? რა ის სტრუჩკოვას პუანტი. და რა სიწვრილის ცხვირი აქვს რა? აი რაზე 34 ქონდა ფეხი. იდგა? და რო ნახავთ, აი ამ კაბაში, უბრალოდ მე კოპიო გავაკეთე მაგის კაპის, იმიტომ რომ მე თვითონ დამიდგა იგივე ცეკვა და ვცეკვავდით და აი ეს არის ის პუანტი, აი ეს ნუ არ ვიცი როგორ შეიძლება ამაში ცეკვა, მეც კი ვერ წარმომიდგენია ეს. იმდენად წვრილი და პატარა. წვრილი და პატარა, ხო, აი ესეთი პატარები იყვნენ და ასეთი პატარა ფეხურები ქონდა. ეს უკვე ჩემი კონკის. მეც არა მაქვს დიდი ფეხი, მაგრამ მაინც ხო, მაგრამ აი თავარი არის აქ ცხვირი, ნუ აი ძალიან პატარა ის აკდენი წერტილია. და თითქოს ის არა. იცით რა შეასაქმე, რა ხანის პუანტები ყოველთვის უფრო უხეშია და ფეხს დგენ და ჩაქუჩით ასე აი ნახეთ ბერტო ესე ტეხავდით და ვიდექით, ხო? ეს არის უკ ინგლისურები, ეს აი იგივე პუანტებია ჩემ. მეც პატარა ფეხი მაქვს, 36 მქონდა. ხო. ქალბატონი ელენიკო ბაშაძე ბიოქიმიკოსი მომავალი. ამომავალი ვარსკვლავი. მეცნიერი. ბიოინჟინერია აინტერესებს, ქიმია. ბიოინჟინერია. ქიმია შედის შიგით ალბათ. ელენე, ხა მე ვიხსენებდი დედას ინტერვიუს და პირველ კადრს, საიდანაც დავამახსოვრდა ელენიკო, სადაც ელენიკომ წაიმღერა მაგნატუნას. ხო. ეხლა მოხები შენ შესახებ სასწავლო. სიმღერა შეუძლია, მაგრამ არ ვღერის. ხო, სამწუხაროდ რაღაც ისე მოხდა, რომ სიმღერას არ გავყევი და მიუხედავად იმისა, რომ სმენაც მაქვს და 9 წელი ვისწავლე მუსიკალურ სასწავლებელში, რატომღაც სხვა გზა ავირჩიე საერთოდ. აუცილებლად მინდა რომ ნინოს დავეხმარო და რაღაცა ან მუზეუმი გავაკეთოთ, ან რაღაც ეგეთი, აი ძალიან მინდა, ეგ არის ჩემი ოცნება მართლა ბავშვობის, იმიტომ რომ ვუყურებ ნინოს სახლში კოსტიუმებს და აი ამ პუანტებს და რაღაცებს, აი სულ მენანება რომ კარადაში კიდია ესე უბრალოდ და რაღაცა ის არა აქვს ახალი სიცოცხლე მინდა რომ ასე ვთქვათ, შევძინოთ ამ რაღაცებს. ჩვენ დიდები კი არა ვართ, ჩვენ ვართ 40+. 40+. ხო და ქალბატონინო, აი ეს 40+ რო ხართ და
სადღაც გაყინეთ რაღაც დრო. მართლა გეუბნებით, არ გეპირფერებით. ალბათ არ ვიცი, მიხარია მეც ვხედავ ცვლილებას და არ არსებობს რომ ვერ ნახო, მაგრამ მოდი სასაცილო ისტორია უნდა მოვიღოთ. ოპერის თეატრი დაკეტილი იყო და ჩემი საიუბილეო საღამო გადავიხადეთ ფილარმონიაში და 50 წელი შემისრულდა. და ის ყველგან ეწერა 30 სულ ელენეს მეუბნებოდი 20 არა 30 და 20 არ ითვლება 30-20 არ ითვლება და სკოლაში უკითხიათ რომ დედაშენი რამდენი წლისა და 30-ის გახდაო და მასწავლებელს უძღვეთ რანერად გახდა დედაშენი 30-ით მე ვარ 30-ის და პატარა რო ვიხავი დედაშენი სპექტაკლებზე დავყავდი ბებია ჩემსო ხო და მოვიდა ატირებული ელენე რომ რატომ მომატყვილეო მე ვთხარი არა დედა მე ვთხარი 30 შემეჯიბროს მე ვთხარი სირბილში ხტომაში მე ვთხარი ცეკვაში რაში ცუდა შემეჯიბროს თუ არ მოუგე ყველაფერში მე მომიტანეს ნამცხვარი და ეს ეწერა მართლა ისა რა ქვია 5 და 0 ეწერა ხო და ელენემ თქვა მიუხვდი მე ყველაფერს მიუხვდი რაშია საქმე ეს 20 და მიუმატო ბებია მყავდა ესეთი ძალიან საყვარელი და საინტერესო ადამიანი ვისი გაზრდილიც მე ვარ და სულ მეუბნებოდა იცი ადამიანი არ იმ წლისა რამხელასაც შეგრძნობ თავსო პასპორტში არ უნდა ჩაიხედო უნდა იცხოვრო ისეო მე მამაჩემ მითხრა კარგი რამ იცი რა შვილო ერთი რამე იცოდე რომ გული არ ბერდებაო გული ჩერდებაო აი სანამ შენი გული აი ესეთი ყავს ის უნდა მიყვე და იცხოვრო ეხა რა საკვირველია ჯერჯერობით არ არის გამოგონილი ისეთი რომ გავიყინოთ და მე რო უცბად როცა წასასვლელები ვარ წავიდეთ ძალიან ხო ეს ყველაფერი ძალიან ალბათ ტკივნეულია მაგრამ არ უნდა შეხვდე ესე ამას ყველაფერს შეძლების დაგვარად ეხლა ჩვენ უკვე იმას აქში ვართ რომ აი მემშობლები აღარ ამყავს და რაღაცნაირად როგორც კი ეს მოხდა და მამაჩემი წავიდა 2 წლის წინ უკვე ობოლი გავხდი ხო თუნდაც ამას აქში სანამ ის იყო ობოლი არ ვიყავი და ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო და ყველაფერს ამჩნევდა და აი ვერ დადიოდა და იმითი მოვიდა მაინც მოვიდა სპექტაკლის პრემიერას როგორ გამოვტოვებო მოვიყვანეთ იმიტომ რომ მაჩვენეთო სპექტაკლი ბაედერას დაესწრო ბოლო პრემიერას მისგან სწავლობდი სიყვარულს ცხოვრებისადმი ყველაფრისადმი მე არ მინახია რომ მამაჩემს ან ვინმეზე რაღაცა ცუდი ეთქვა ან უწმაწური სიტყვა მე ოჯახში არ გამიგია აი არასოდეს მამა ცუდ სიტყვებს არ ხმარობდა და თუ ვინმე არ მოწონდა ყოველთვის ამბობდა ნუ რა ვქნა განსხვავებულები ვართ ან კიდე ის თავის გზაზეა მე ჩემ გზაზე ვარ და რაღაცნაირად ეს ვისწავლე მეც ესეთი ტიპი ვარ რომ აი თუ არ ვიცნობ ადამიანს, არასოდეს ცუდად არ ვლაპარაკო, არ ვიცნობ და რანაირად უნდა ვილაპარაკო, მე შეიძლება არ მომწონდეს, მე შეიძლება ურთიერთობა არ მქონდეს, მაგრამ აი ესეთი რომ რაღაცა ლანძღვა გინებას საერთოდ არ შევიძლია. არ შევიძლია, აი უბრალოდ არ შევიძლია. მე და ამიტომ ესეთ ხალხთან ურთიერთობა არ მაქვს. უბრალოდ არ მაქვს, ჩემს საქმეს ვაკეთებ რა. ხალტონინო, ნახე იქ რა ხდება, ბიჭებო, გადაიღეთ. მოგესალმათ. მოგესალმენ. მე და შენ უნდა დავდგარიყავით იქა. წავა ხალტონინო ერთად, მოდით რა, მოდი. გვიწმიდავენ რომ კარგი კადრი იყოს. ერთი წამი. არა ვერ არასდროს ვერ გაგაცრავად უკაცრავ. ვერ ჩამოვლენ. ვერ ჩამოვლენ. მე დამემართა ესე ცხოვრობდი სადღაც იაპონიაში ცხოვრობდით რაღაცა არ ვიცი რომელ სართულზე რაღაც 55-ზე და ისე რაღაცა ნოუთს დამიდეს მაგრამ არ მივაქციე ყურადღება ხო იქ ყოველთვის გაფრთხილები ნუ არ მივაქციე ყურადღება და გათენდა ესე გავაღე ფანჯარა და ნუ რაღაცა და უცბად ესე ნელ-ნელ ამოდიან და იაპონელები იმპაქტი დამემართა. ანუ ფანჯარას წმენდე, ხო? გამოდის ქონდა ნოც რომ ძალიან გთხოვთ ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე გექნებათ რომ ისა რა ქვია, წმენდავენ ფანჯრებს, გაფრთხილებენ. ხო და არ მივაქციე ყურადღება, იმიტომ რომ სულ მეუბნებოდნენ რომ ისა რა ქვია, დაგილაგოთ, არ დაგილაგოთ რაღაც ხანდახან დილაობით არ ვდგებო. და ეს რომ ამოვიდნენ 55 საათზე. ფანჯარა გავხსენეთ. ეხა იყო ზუსტად ეს, იმიტომ რომ ფარდები გავხსენი, ფარდები და უცბად ესე დავხსნენ იქა. ბალეტი არის მოძრაობა. ბალეტის
აი საფუძველი შექმნილია ძალიან ჭკვიანურად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სადღაც აი ტაიჩიდან წამოსული რაღაც მოძრაობებიც კი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ნელ-ნელა ბავშვსაც ვთქვით. უნდა ყველაფერი რაც მოძრაობს, უნდა მოძრაობდეს. ესე იგი, ფეხი, თითი, ხელი, მუხლი, ეს ყველაფერი უნდა მოძრაობდეს. მაშინ შენ პრობლემა არ აქვს, ელემენტარულად ცირკულაცია არის სიმისი, ხო, სისხლის. ხო და ბალეტი მაგას გვაძლევს. ჯერ ერთი ბერს ვსწავლობთ და ვიმახსოვრებთ, ტვინი სულ მუშაობს. იქ უნდა დაიმახსოვრო კომბინაცია 4 წინ 2 უკან 3 აქეთ კიდე სულ იმახსოვრებ კომბინაციებს. ეგ ტვის ავარჯიშებ. მოძრაობ ფიზიკურათაც მოძრაობ, ესეც ვარჯიშია. მე მუსიკალურათაც თქვათ სიამოვნებას იღებ, ხო, ესეთ ეხლა მე ყველაფერი მიყვარს, ყოველთვის ხოლმე თქვა რომ ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ შრომას აი რაც უკვე თვითონ პროფესიას ეხება, ეს კიდე სხვა თემაა, ხო? ეხლა ჩვენ მოყვარულთათვის არის აი ძალიან სასარგებლო, მაგრამ პროფესიონალურად არის რთული. აი სპორტზე უფრო რთულია, მე ვთვლი. სპორტზე კიდე სხვა დაფასება გვაქვს, ჩვენ სხვა დაფასება გვაქვს. სპორტზე უფრო რთული. გეტყვით რატო? იმიტომ რომ არაბუნებრივია. ბალეტი არ არის ადამიანის ბუნებაში. ჩვენ აგვაქვს ყველაფერი სხვანაირად უნდა გავაკეთოთ. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა რაც არ უნდა გამختارიყო, წონა ხო გაქვს და აი ამ ხელაზე, აი ამ პატარა პუანზე უნდა იდგე ერთი ფეხი, ატრიალო, იდგე, ბალანსი დაიჭირო, კიდე სახეზე კმაყოფილება გამოხატო. 32 ფუძე გააკეთო ეს ხო და არ შეგეშალოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი მე ფიზიკოსები მყავდა, მეგობრები და სულ მეუბნებოდნენ, რომ აი ჩვენ ვერ ვამართლებთ რა ხდება. აი როგორ შეიძლება ეს გამართლეს, რომ აი ამ ხელა აი რო იტყვიან 20 ლარიანის თითებმა, აი ესე რომ დაგიდო, დაგიჭიროს ამ ხელა წონა. აი როგორ ხდება ადამიანის ბალანსი აი ამ შემთხვევაში, ხო? აი ამის ცოდნა, ამის სწავლა. მე მარტო ეს ხო არ არის, აი წარმოიდგინეთ ერთი პატარა ხელის მოძრაობაზე შეგიძლია უნდა იმუშაო ერთი თვე. რომ ლამაზად გააკეთო. ზოგს ეს აქვს ბუნებრივი, ზოგს არ აქვს, ზოგს უნდა ასწავლო და ის უნდა მოიყვანო ყველაფერი რაღაცა წესრიგში. ნუ ეხლა მშობლებისგან ნიჭი რასაკვირველია მნიშვნელოვანია ღმერთის ხელი. მოდით ამაზე ვილაპარაკოთ ხალხო. დანარჩენი შრომა. იმიტომ რაც არ უნდა გქონდეს. აი რაც არ უნდა ლამაზი იყო, იმიტომ რომ ჩემ თვალწინ ბევრია ესე, რაც არ უნდა ლამაზი იყო. თუ ხარ ნიჭიერი და შრომის უნარი არ გაქვს, ხარ უნიჭო. აი პირველს სად დააყენებდით? მაინც უფრო შრომა თუ უფრო ნიჭი? ერთად ამას ვერ ვცვლი. ვერ ვცვლი, რამდენი ადამიანი გაგიგიათ განსაკუთრებით საქართველოში. ბევრჯერ მithქვია, რომ ვერ ვიტან, რომ ნიჭიერია და ზარმაცია. აი, რამდენი გაგიგიათ ადამიანმა, ვინც ზარმაცია და ვერაფერს ვერ მიაღწია, ხო მართალია? ნიჭიერია, ზარმაცია, ვერ მიაღწია, ხო მართალია? აი, ვინც ნიჭიერია და ოდნავ შრომის მოყოლია, ყველამ რაღაცას მიაღწია. მიხვდით? აი, ეხლა გამართლებასაც აქვს, რასაკვირია, მაგრამ მე როგორც ხედავ, ეხლა მე არც დედა მყავდა ბალეტში, არც მამა, მეზობელი მყავდა ბალერინა უბრალოდ, ვინც ფაქტიურად სკოლაში მიმიყვანა და მე ყინულიდან ალადვალმა ასევე ბალერინამ გადამიყვანა ბალეტში. თორე არავინ არ მყავდა ოჯახში ბალეტთან ახლოს, ხო? ვინც მიხვდებოდა, რომ მოსკოვში რო გადავედი, არც მამა, არც დედა, არავინ არ მყავდა, არც ბებია გამომყვა, ხო, მაგრამ აი ამ სფეროში არავინ არ მყავდა. თბილისიდან ჩამოსული, ხანდახან ის ვიტყოდი, აულიდან ჩამოსული გოგო ვიყავი ამ ხელა ქვეყანაში, ხო? აი რა ვიყავი? არც ნაცნობი მყავდა, არავის არ ვიცნობ თითეში, მაგრამ აი შრომით, ხო, მშობლების დედა და მამის რაღაცით მივაღწიე. როგორ გამიშვა დედაჩემა 13 წლის და მამაჩემა მარტო მოსკოვში, ნუ ბებიამ გამომყვა, რასაკვირველია, ბებიოთ არ გამიშვებდნენ, მაგრამ როგორ გადაწყვიტეს? ეხლა მე 20 წლის არ მინდა ელენე რომ წავიდეს ჩემგან, იმიტომ რომ ნერვიულობ, როგორ იქნება და ასე შემდეგ, ხო? გამიშვეს, იმიტომ რომ ნუ უთხრეს, მიხვდნენ დაინახეს, რომ ხო და აი რა ქონდა მშობლებს ისეთი, რაც არ გვაქვს ჩვენ, რატო უშვებდნენ ის მშობლები და ჩვენ რატო ვერ? ეხლა გითხრათ, ძალიან რთული თემაა, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ აი მშობლებს ძალიან რთული გადასაწყვეტია შვილის გაშვება, ხო? თუ მით უმეტეს ესეთი ოჯახი გაქვს. დაინახეს, გააკეთეს, ესეც ლატარია იყო, არ იცოდნენ, გამოვიდა და თუ არ გამოვიდა. წარმოიდგინეთ, მამაჩემი 84 წლის გარდაიცვალა და მითხრა ბოლო სიტყვები, რაც მითხრა. აი
ნინო, შენო წარმოგიდგენია, მე რო თვითმფრინავითო გაგაცილეო, შენო აი ესეო, 13 წელს რო ვიყავი და ხელი დაგიქნიო, მახსოვს რაში იყავი ჩაცმულიო. მეთქე არ არსებობს, მაგრამ მეც მახსოვს მეთქი. და იცი რა ვიფიქრეო? აი, წარმოიდგინეთ, ამდეხანი ამ თემაზე არ გვილაპარაკია. იცი რა ვიფიქრეო, რომ ეს ჩემი გოგო დიდი ხნით მიდისო. და მე რომ მივდიოდი და დავინახე მამა ცრემლები მომდიოდა და არ ვაჩვენებ დედაჩემს რომ ტიროდი, ხელი რომ დაუქნი, ვიფიქრე რომ ვაიმე მეთქი, ძალიან დიდი ხნით მივდივარ თქო. 30 წელიწადი ვიყავი რუსეთში, როგორც სკოლაში და მე თეატრში და ასევე ამერიკაში ვიყავი 16 წელი მუდმივი ბალერინა, ხო? იქაც და იქაც. ესე გამომივიდა რომ პარალელურად. ძალიან რთულია, მაგრამ დედადაც მამა ყავდა მკაცრები რამხრივ. არ მახსოვს რომ ჩემი შვილი ყველაზე უკეთესია, რომ ოდესმე მამაჩემს ეთქვა. არა ხო? არ არსებობდა. არც დედას. არც დედას, არც ბებიას. ბებია ტაშს არ მიკრავდა. უბრალოდ ესე იყურებოდა თქვა რომ ანა მაია ვნუჩკა ესე აბობდა, წარმოიდგინეთ. ფარაჯანოვი ერთხელ სპექტაკლზე მოვიდა და ეხა არ იცნობდა ბებია ჩემი, ეხა იცოდა რომ ფარაჯანო იყო, ესე არ იცნობდა და უცბად დადგა ფარაჯანო, მე რომ მოვდა ჯულიდას ცეკვავდი და დაიწყო ყვირილი ნინო, ბრავო, ნინო ჯან, ბრავო, მიყვიროდა და უცბად ბებია ჩემი მიუბრუნდა და უთხრა რომ სხვათა შორის ჩემი შვილია. მეც არაფერს არ ამბობდა. აი ერთი კომპლიმენტი ბებიასგან არ გამიგია. დედაც ესეთი მყავდა. აი არასოდეს სულ სკოლაში რო ვიყავდი, მასწავლებლებს ვიცით რა, თუ არ ვარ გაწავიყვან და ის არა ქვია, ოღონდ მითხარით რომ აი რაღაცა. მოსკოვშიც იგივე, აი მამაჩემის მეუბნებოდა, იცი რა ხა შვილო, აქ კი შეიძლება უკეთესი ხარ, მაგრამ მოსკოვში ბოლო რო იყო მზად ხარ ამისთვის. აი სულ ბოლო ადგილზე რო იყო მზად ხარ ამისთვის. აი გაუძლებ შენ, აქ კი რას ეუბნებოდით თქვენ? თუ არ გქონდათ მაშინ მე ვეუბნებოდი არა, მამა, მინდა ვცადო. 13 წლის ასაკში? ხო, 13 წლისად, 10 წლისას გადავწყვიტე ყინულზე ყოფილიყავი თუ ბალეტში წავსულიყავდი. 13 წლისა ვუთხარი რომ უნდა ვცადო, მინდა ვცადო. მე ისე გამიჭირდა სწავლა რუსულ ენაზე, ისე გამიჭირდა, მე ქართულ სკოლაში ვსწავლობდი. მანამდე, ჩემამდე, ვინც იყო გადასული რუსეთში სასწავლებლად, ყველას აქ რუსული სკოლა ქონდა დამთავრებული და სწავლის ისა ერთი სისტემა ქონდა და ხო, იგივე პროგრამები იყო. და მე ქართულ სკოლაში რო ვსწავლობდი, ისე გამიჭირდა სწავლა, რომ ეხლანდელ სიტყვებით რო თქვა, დეპრესია მქონდა, ისა დავკარგე მხედველობა, რაღაც მინუსამდე 2 მინუსი გამიხდა. ხო და სხვათა შორის დედა დამეხმარა ისე რომ აღვიდგინე. ეხლა კარგად ვიყურები, არ მჭირდება სათვალე. ხელი მყოფნის ჯერჯერობა. ხო, მაგრამ სათვალეს არ ხარ და კარგად ვისვრით, ირში კარგად ვისვრით, დღესაც კარგად ვისვრით. ერთი წუთი. ხო? ხო. კაი სნაიპერი ვარ. ძალიან კარგი ისა მაქვს. ეს ჩემი ძმის დამსახურება, დავყავდი ფუნიკულიორზე და მასროლინებდნენ, მასწავლიდნენ და კარგად ვისვრით. ეხლა რაში მადგება ეს? აი ხო, რა საინტერესოა. მადგება რომ ჩვენ ხო გჭირდება ხაზების რაღაცების გავლება. აი ერთი თითის განსხვავებას ხვდები პირველიდან ბოლო ხაზში, თუ შეცდომა ხაზის გაკეთებაში და უკვე ჩემმა ბიჭებმა იციან, აღარ მეჩხუბებია რომ გავზომეთ ქალბატონო ნინო. დაგაბერყათ. 1 სანტიმეტრის განსხვავებას მგრძნობს სცენის დასაწყისიდან ბოლომდე. ოჯახში ბავშვის გაზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში, მე ესე ვთვლი. იმიტომ რომ ეხა ადრე როგორ იყო, იცით, რაღაცნაირად საზოგადოება ცდიდა ბავშვს. ეხლა სკოლაში გეუბნებოდნენ, ესე არ დაჯდე, ესე არ მოიქცე. ეხლა ვერ ეუბნებიან მასწავლებლებს ეშინიათ. მშობლების ეშინიათ, ვერ ეუბნებიან ბავშვებს. იმიტომ რომ ბავშვმა შეიძლება ისე უპასუხოს, რომ შენ რა ვინ გეკითხება, როგორც მინდა ისე ვიჯდე. აი, ჩვენ დროს ხო ეს შეუძლებელი იყო, არა? მე მშობელი მოდის პრეტენზიით რაღაცით. არ არსებობდა, რომ მშობელი ჩართულიყო რაღაცაში, ესე ჩემ დროს მაგალითად. შეიძლება ეკითხა, შეიძლება თუ არ, მაგრამ აი ეს ცოტათი ბავშვებს იმას შვება. მაგრამ სად გადის ზღვარი? აი მკაცრ დისციპლინას, კონტროლს და იმას შორის რომ არ დაარღვიო ბავშვის უფლებები. აუცილებლობა. მე მაგალითად ეხა
გაზრდილი ვარ ხო, რუსული სკოლის წარმომადგენელი ვარ და რუსეთში ვარ გაზრდილი, ამიტომ იქ საშინელი სიმკაცრე იყო. იყვნენ პედაგოგები, როგორიც იყო სახარება პიტერში, რომ მართლა კეტავდა ბავშვებს დარბაზში და იმერე სამაგეროდ პრიზებს იღებდნენ, მაგრამ ეს ექცევდა და მყავს ჩემი პედაგოგი ნატალია ზოლოტოვა, რომელიც მიყვარდა, არ ვიცი, მაგრამ რომელიც არ იყო ესეთი მკაცრი. კაცრი იყო, როგორ გვეშინოდა დარბაზში. გავდიოდით და ერთად მივდიოდით და გვაჭმევდა და გვასმევდა და პატრონობდა. მაგრამ აი დარბაზში იყო უმკაცრესი. არ უნდა დაგეგვიანა, უნდა ყოფილიყავი მოწესრიგული. აი შენი ლენტები რო ყოფილიყო, აი ლენტები რომელიც ჩვენ ესე გვაქვს, ხო? ესე ხო გვაქვს. რო ყოფილიყო ცოტათი ჭუჭყიანი, მეორე დღეს აღარ შემოგიშვებდა დასში. იმაში დარბაზში. უნდა გაგერიცხა, უნდა ქონოდა სუფთა. არ შეიძლება და გცმოდა ჭუჭყიანი, თმები გაწეწილი. ეხლა მოდიან. ახლა როგორ არის აქ? არა, დაირღვა ყველაფერი. ეხლა სკოლაში კაია თუ ცუდია? ცუდია. ეხლა სკოლაში შედარებით დისციპლინას ვიცავთ, იმიტომ რომ ეს აუცილებელია მე რატო იცით მე არ გიპროტესტებდა. იცით რა, მინდა ვთქვა, რომ ეხლა მშობლებიც შეიცვალა. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მოდიან ქორეოგრაფიას, ჩვენ უხსნით, რომ ეს უკვე პროფესიონალური სასწავლებელია. მე თვითონ ბავშვებსაც უადვილდება თეატრში რომ გადმოდიან, იგბათ აღარ ჭირდებათ ბევრი ახსნა განმარტება. და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ბავშვები არიან და კარგი თაობა. აი ხა თეატრში, იცით როგორი მეგობრული თაობა. აი ხო ამბობ თეატრში ინტრიგების, აი ეხლა თაობა შეიცვალა. ახლა ხო. ახალგაზრდა თაობა არ არის ესეთი. ეს არც იყო დაგეგმილი. ელენე რა თქმა უნდა მოვიდა ნინოსთან, ქალბატონ ნინოსთან ერთად, მაგ საჭიროა რომელიც არც ერთი რა ხო. ხო და უბრალოდ მომიყვანა. ხო, ელენე მოყვა. ქუსლებს ებთულად და აქ იყო და ინტერვიუს უსმენდა. ქალბატონ ნინო შეიძლება ვთქვა? რა, ხო. ხო და ქალბატონ ნინო ელენეს ერვე რომ მოდიო შენ მომისმინო და თუ რამე გამისწორო. ხო, შეცდომარ დაუშავ ხოლმე შეცდომებს და. მე აი ესე აღვიქვავ რომ აი ელენე ნდობა ჯერთ მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად და შენ შემოგვერდი და ნდობა ძალიან დიდი აქვს დედას. კი, ნამდვილად დაფუძნებული. ზოგადად ბავშვობიდან სულ ჩართული ვარ ნინოს ამბებში. სულ მაინტერესებს ეს შიდა სამზარეულო და თუნდაც ისო დასის წევრების ყველა სახელი ვიცი, რას ცეკვავენ, როგორ არიან. ფოტოები, რომელი სპექტაკლი ხო, ანუ ფოტოს რომ აჩვენებდა ნინო თავისი პარტნიორის, ვიცოდი კოსტიუმით რა იმით იყო, რა სპექტაკლიდან იყო. იმდენად ჩართული ვარ და აი მაგ ეგ არის რა, რომ თან რაღაცა ტექსტებს ვუწერ ხოლმე მაგალითად, თვითონ თუ წერს რაღაცას, ჩემებურად ვუსწორებ და ვუზიარებ ერთმანეთს, რომ აი მოგწონს ეს. მე თვითონ მეტყვი რომ იცი რა არის, აი ეს მომენტი არ მომეწონა და აბა იქნებ სხვანაირად შევცვალოთ. ინტერვიუებამდეც. რომ არ მიყვარს ეს. ხო, ინტერვიუებამდეც ვზივართ და რაღაც დასაწერია ან რაღაც დასამე. კი, ან მე ან მამა ჩემი იმაშობა. ეხმარებით ხოლმე, კი. ინტერვიუებამდეც რაღაცა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინტერვიუა, ვალაგებთ რაღაცა აზრებს და ტექსტი დაწერას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც თავისებურად. რა თქმა უნდა, რაღაც რაღაცა დასაწერია. ამატებს ხოლმე დეტალებს და რაღაცა იმაშობა. მაგრამ აი ეს ჩართულობა, რა თქმა უნდა, პატარაობიდან დაიწყო. ეს არ იყო ძალდატანილი. არა, თავისთავად არა. ზოგადად ბავშვობაში მინდოდა რომ ყოფილიყავი ბალერინა და ამას ოჯახში ვამბობდი, რომ მეთქი აი მინდა რომ ბალერინა ვიყო, მაგრამ მამა ჩემო გამომიცხადა ერთი ბალერინაც საქმარისია. ოჯახშიო კი და რაღაცა დესოცნება დამრჩა ჩემში და შეიძლება მაქედანაც არის გამოწვეული რომ რაღაცა აი მე რაც არ ამიხდა, ასე ვთქვათ, ჩემი ბავშვური ოცნება, იმიტომ რომ არც ფიგურა და არც ის არ მიწყობდა ხა დიდად ხელს. ხო ეგრეა. თუმცა ძალიან კარგი მონაცემი მქონდა, გახსნილობა და ის მქონდა, მაგრამ უბრალოდ ეხა ხვდებოდი, რომ დიდი იყო და ესეთი ის იყო, ცხენოსანი იყო 6 წლიდან და ასე შემდეგ, ამიტომ არც მიფიქრია. უბრალოდ მინდოდა, რომ ესწავლა თავისთვის, მაგრამ ვერ მივახცე უკვე წლოვანებაში როგორც მაგრამ ელენემა გამიზიარა რომ სახელმწიფო სიმღერა და მუსიკა უყვარდა და მონაცემებიც აქვს. კი, 9 წელი ვისწავლე მაგ სკოლაში. მანანა დოიჯაშვილის მუსიკალურ სემინარიაში და ჩვენი სკოლა არის მიბმული, ასე ვთქვათ, გაერთიანებულია და 9 წელი ვისწავლე მანდ და აი ზუსტად მაშინ როდესაც იმღერა მაგნატონას დამდარამ პამ 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 მანანა მოისმინა, თქვა რატო არ მოყავს ჩემთან ესეთი მუსიკალური ბავშვი და არც ფიქრობდი, მაგრამ მე
მამამისმა 9 წელი დაამთავრებინა და შეუძლია დაკვრა სიმღერა აწყობა და ეს ძალიან დიდი ბედნიერება სულ მაგას ვამბობ. მე მინდა, მაგრამ არ შემიძლია ხა. არ მეგონა რომ აი ესე მომინდებოდა, რაღაცა მომენტში დავждდებოდი და დავუკრავდი ჩემით. და ეხა რაღაც მომენტებში ჩემ ხედავ ხოლმე რომ აი ფეხები გამირბის და ქვემოთ ჩავდივარ და ვუკრავ. კაპტენინო, რა თქმა უნდა, ბალერინები სიგარეტს არ ეწევიან? ეწევიან. ჩემ დასაუბედუროთ. მართლა? კი. ცუდია, მაგრამ ეწევიან. მე არ მომიწევია. თქვენ არა. გამისინჯია, ბებე ჩემი ეწეოდა იმდეს ჩემ ცხოვრებაში, ჩემ გვერდზე, რომ მე ის მქონდა სიგარეტის პასივში იზრდებოდით, ხო? ხო, მე ესეთი ის მქონდა, რა კპრიჩა ჩემ თავზე, რომ დავიბადე სახში, თბილისში ოჯახში, ვერაზე რომ მომიყვანეს ავადმყოფოდან, მე ორი ძმა მყავს, ესე რომ პატარა აკვანში რომ ვიყავი, დავინახე, რომ ჩემ გარშემო ყველა იდგა და ესე ვაიმე რა კაკი გუგო და აი ყველა დედა, მამა, ბებია ჩემის მეგობრები, ბაბა ჩემის მეგობრები, ესეც მე მიყავდა პატარა, სულ ყველა და აბოლო ვაიმე რა კაკი მე ეს პაიალავი მიყურებოდი რომ ესეთი შტაბეშილება დავჭა, იმიტომ მთელი ცხოვრება ბოლში ვიზდებოდი. ყველა ეწეოდა და აი წარმოგიდგენთ მოსკოვში ცხოვრობდით კომუნალურ ბინაში მე და ბები, ანუ 10 კვადრატულ ბინაში, კომუნალურში. გასასვლელი ბებია სხვაგან არ ქონდა, ხო კორიდორში ხარ დაჯდებოდა. ეწეოდა მთელი ცხოვრება და მე მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი, სანამ ბებიას არ ვიყავდი, რომ აი სუნი ამ პატარა ოთახში თმებზე და ამიტომ გავსინჯე და ვერ მივხვდი სიამოვნება რაშია და არ მომიწევია. და ბედმა გამიღიმა სხვათა შორის ჩემი პარტნიორების, როგორც არც ანდრესლიება, არც ალექსეი ფაძიეჩევი არ ეწეოდნენ. აი რაღაცნაირად ისე გამოდო, რომ ესენი ზოგადად მეუღლე ეწევა სიგარას. ნუ მეუღლე ხარ არის სპორტსმენი და მოცეკვავი და შეიძლება ხო, არა ეწევიან. ეწევიან და მე როგორ ცეკვავენ? ცუდად არ არის კარგი, ცეკვავენ, მაგრამ ცუდად მოქმედებს მაინც ჩამთელობაზე არ არის კარგი. საბოლოოში არ არის კარგი, იმიტომ რომ ეს ხო მარტო ის არ არის, რომ ეს ამას ვეწევით, იმიტომ რომ არ ვჭამოთო, ესეთი ის არის, მაგრამ მე დაუმტკიცე, რომ გამხდარებიც არიან, ვინც არ ეწევიან და სუკნებიან, ვინც ეწევიან. დაუმტკიცე, ეხლა ყავს მაგალითები გარშემო, ვინც ეწევა და არ გახდა. რა თქმა უნდა. და რა უნდა მივირთვათ? ეხლა ელენე დაიმახსოვრა დესერტების კი მე მაქვს ლავა კეიკი. მე მაქვს ჩიზკეიკი. ჩიზკეიკი. ელენეს ვეგანური, ბრიტანული ტრაიფლი და ვეგანური, რომელსაც აუცილებლად დავაგემოვნებთ და რა ვიცი, ჩვენი გადაცემის ბოლოს ძალიან დიდი მადლობა. ბევრი ვერ მოვასწარით, ისე რომ მეორე სერიაც გავაკეთოთ. ხო, მეორე სერია. ოღონდ უკვე მეორე სერია გავაკეთოთ ტკბილზე არა, მეორეზე. შენ არ გიყვარს ტკბილი. მამა პაპორად მივირთვათ მაშინ მეორეზე. მე გპატიჟებ სადმე. კარგით, რას გაუმარჯოს კაპტონინო და რას ვისურვებთ? იცით, გაუმარჯოს მშვიდობას, გაუმარჯოს ხელოვნებას, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. მე ესე ვთვლი, რომ ის სასწაული ადამიანები, რომელიც ჩემ ცხოვრებაში მყავს გაცნობილი, გამაცნო ჩემმა ხელოვნება ბალეტმა. ამიტომ მინდა ყველა კარგ ადამიანს გაუმარჯოს. და ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, კაპტონინო, თქვენ ყველაზე კარგად გამიგებთ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რომ მე დავბრუნდი ჩემ საყვარელ საქმეს, ტელევიზიას და მაქვს საშუალება, რომ აგერ უკვე თქვენი შვილი გაიზარდა და თქვენი ახალი თაობის გადაღების საშუალება მაქვს. მინდა რომ ქალბატონო ნინო, თქვენ აი ეს კამერა შეხედოთ და თხოვოთ ჩემს აუდიტორიას აი ამ კამერაში, რომ გამოიწერონ ჩემ არხს ქვია შეხვედრები ეკა ხოფერიასთან. თქვენ რო ეტყვით, ალბათ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გამოიწერენ. პატიცებულ მაყურებელო, მინდათ რომ გამოიწეროთ შეხვედრები ეკა ხოფერიასთან, არა მარტო იმიტომ რომ ეკა ხოფერიას ყველა იცნობს და ლამაზ გადაცემებს აკეთებს. უბრალოდ მე მომწონს რომ ეს ადამიანი არის კულტურული, რომ ეს ადამიანი ყოველთვის საუბრობს საინტერესო თემებზე, გამოწვევებზე, აქვს ის ზდილობიანი ურთიერთობა, რაც ჩვენ ხანდახან გვაკლია ხოლმე. ამიტომ გამოიწერეთ მისი არხი. დიდი მადლობა. ულევ წარმატებას და ელენე. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს.
ეს იყო შეხვედრება ახალგაზრდა თაობასაც გაუმარჯოს. არაჩვეულებრივ ახალგაზრდა თაობას გაუმარჯოს ბატონო და აუცილებლად შეხვედრებში რაც შეიძლება მეტ ვეცდები რომ მათზეც გავაკეთო ნამდვილად, იცით, ძალიან გთხოვთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ აუცილებლად ახალგაზრდა თაობაზე, ვინც გამორჩეულია, ვინც რაღაცას მიაღწია, რაღაცას აკეთებს, იმათზე ვილაპარაკოთ, რომ შემდეგი თაობა მიბაძოს და უნდოდეს რომ ყავდეს მაგალითი. დიდი მადლობა, ეს იყო შეხვედრები ეკახოფერიასთან. მომავალ შეხვედრამდე.